მედიკოსთა ინფორმაციით საქართველოში ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი და ახალი კორონავირუსი ცირკულირებს. ფოთში არსებულ მდგომარეობაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ნინო ჭანტურია გვესაუბრება. მისი თქმით, განსაკუთრებით რინოვირუსი და ენტეროვირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება. ამჟამად ზოგადად საქართველოში ცირკულირებს რინოვირუსული ინფექცია, ენტეროვირუსი, კორონავირუსიც ცირკულირებს, ესევე არის ენტეროვირუსული ინფექციების გავრცელებული. აღნიშნული ვირუსული ინფექციები მიმდინარეობს როგორც კაციების მსგავსი ვირუსული ინფექციები. ძირითადად მიმდინარეობს როგორც მსუბუქი, ასევე საშუალო სიმძიმის ინფექციებად. გვხვდება ადენოვირუსული ინფექციები, გრიპის ინფექციები, ასევე არის ენტეროვირუსული ინფექცია, რესპირატორული სიმციტიური, პარაგრიპის ვირუსი და ასე შემდეგ. რაც შეეხება, ესე იგი, ძირითადად კორონავირუსს, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ცირკულირებს, განსხვავებით ადრინდელი კორონავირუსისაგან მიმდინარეობს მსუბუქად, გაციების ვირუსის მსგავსი სიმპტომები, გაციების მსგავსად მიმდინარეობს, იშვიათად ახასიათებს ფილტვების ანთების დაზიანება და პნევმონიას იშვიათად იწვევს, ასე რომ არ გამოირჩევა აგრესიული მიმდინარეობით და არ ახასიათებს მას აგრესიული ზემოქმედება ფილტვებზე. ძირითადად პრევენციის მიზნით მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ეხლა ამჟამად უკვე შემოტანილია პოლიკლინიკებში თითქმის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ძალიან არის აქტუალური საკითხია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფის პაციენტებს, ესენი არიან 5 წლამდე ბავშვები, მით უმეტეს ჩვილი ასაკის ბავშვები, 0-დან 2 წლამდე ბავშვის ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და ასევე ქრონიკული დაავადებებით მიმდინარე პაციენტები. ესენი მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფის პაციენტებს და მე მოვუწოდებთ მათ, რომ აუცილებლად დროულად იქნა ნაცვლი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. პრევენციის მიზანით ასევე შეგვიძლია ვურჩიოთ პაციენტებს ხელების ხშირი დაბანა, როგორც როგორ გითხარით, გარკვეული პირობა, წესი, ერთ-ერთი პრევენციის ეს არის ხელის ჰიგიენა, პირბადის ტარება, განსაკუთრებით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, განიავება იმ გარემოს სივრცის, სადაც ვიმყოფებით, ეს იქნება საკუთარი ოჯახით თუ დაუშვათ სამუშაო გარემო პირობები, სველი წესით დასუფთავება ოთახის და რა თქმა უნდა, როდესაც სიმპტომები გამოვლინდება და განსაკუთრებით მაღალი ჰექტიური ცხელება გვექნება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, თუ კი პოლიკლინიკაშია მიწერილი რომელიმე პაციენტი და თუ კი, რა თქმა უნდა, სიმძიმის და მიხედვით მდგომარეობა გაუარეს და მაშინ ჰოსპიტალი მუდამ მზად არის მიიღოს ესეთი პაციენტები. აღსანიშნავია, რომ რინოვირუსთან ერთად სეზონური გრიპის შემთხვევების ზრდაც ფიქსირდება და ნინო ჭანტურია მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართულობისკენ და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.